Алло. Ja. Eguca sotne var. Ja. Eguca abi batani kogi ekva ekseda var. Sofası da. Sotne. Გამოვიდა გადმოაყრეთ ჩვენ. Алло. გამოვიდან გადმოაყრეთ თქვენთან. Алло. ხო? ბატონო ასკან, თქვენ დადებით? დიახ. გამარჯობა გოგი ვარ სოფაზე. როგორ გზადებით? როგორ გზადებით? როგორ მიგდებით? სულ რევოლუციას იტყებს ბაკ. მართალი ხან კალინინი ყავდათ, ხან ორჯონიგიძე. ხან სხვა და სხვა. ამიტომ უნდა მოგზადეთ, აგრა დააფაროთ ყველაფერი, ესე უნდა მოვილაპარაკოთ. ერთად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ერთად. ჩვენ მზადავთ ყველანაირად თავიდანაც მე რაღაცა ჯემალის გაუგზავნე რაღაც ერთი ჩემი წინადადება, მაგრამ ეთრობა ამ ეტაპზე არ გამოვიდა. თქვენი გავლენა ძალიან დიდი იქნება დღეს, თქვენ თუ ცოტა შეშინებულია, ჩვენი ალო. ცოტა შეშინებულია, ცოტა დაბნეულია. თქვენი გამხრეობა და თქვენი ალბათ ძალიან წაადგება საქმეს, თორე აქ მე ვატყობ ესენი დააგრევენ ქვეყანას რა. და ძალიან ბევრ დათმობებზე მიდის ჩვენი ბატონი პრეზიდენტი. მე მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ უნდა ერთიანად უნდა დავდგეთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ მაგენი. ავიღოთ და დღეს ჩამოვყალიბდებით. ალბათ მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ სადმე. აუცილებლად პოზიცია დავიკავოთ სხვაგან და ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა. ველოდებით, მე მგონი თქვენ დიდი გავლენა გაქვთ დღევანდელ სიტუაციებზე, ველოდებით თქვენგან კონკრეტულ შემოთავაზებაზე, ჩვენ მზადავთ, რომ აი ეს ნაზირილები რაღაცნაირად მოვაცილოთ საქართველოს. ჩვენ დღეს ხელისუფლებაში არ მოსულან და დაგიჭერთ ციხეში შეგაგდეთ უკვე სურათებს აჩვენებენ და რაღაცა. 10 წელი არ იყვნენ? არ დაგვანგრი ეს? ამასთან ხა და ეხლა ფიზიკურად აპირებენ. ერთი რამე გაეკეთებინონ, ერთი პატარა ჯიხური დაედგათ სადმე ესთეტიკური, ერთი პატარა ბაღი გაეკეთებიათ, რაღაცა გაეკეთებიათ, გასაგებია რაღაც ამბიცია ექნებოდათ, მაგრამ იტყვი რომ მეტი თვალსაჩინო ამას არა აქვს და ვერცხადავს ამის იგივე რა შეიძლება კარგი იყოს. არაფერი არ გააკეთა და პრეტენზია გქონდეს. ამბობს რომ ესე იგი ამ გაჭადაში გაყავდა არჩევნები, როგორ მოაწყვენ ამდენ დროში. 8-დან 8 საათამდე. კანონით 8-დან 8-მდე 2000-მდე კაცის ემსახურება უბანი. ჩვენ დავამატეთ. მარტო იმიტომ კი არა რა ქვია, ჩვენ მაგის გავთვალეთ და რაღაცა. არამედ გავაკეთეთ ესეთი საერთოდ უბნები ყველა ერთნაირია, ლურჯი მაგიდები დაუკვეთეთ, ლურჯის სკამები, ლურჯი კაბინები. ეს კაბინები არიან 2-2 ცალიანი და 5 ვერ გააკეთეთ მაგალითად, 6 უნდა დავიდა. თუ 4 დადგამ, ესე იგი არ ყოფნეს კანონით. დამატებით კიდევ ქალაქში 5 უბანი გავხსენეთ, რომ აი ზრუგ რაღაცა მოხდა, ხალხი მოვიდა, ჩვენ რაღაცა შეცდომა დაუშვით, რაღაცა ვერ აღწერეთ, ან ჩამოვიდა რაღაცა მოსკოვიდან, ყაზახეთიდან და რაღაციდან. აქ ეს არ შეიძლება. იქ რომ რაღაცა ნახევარბრძოლა აქ ნორმალური იყო და სვლა და ორგანიზებული და იქ რაღაცა ომის დროს იგივე დროში როგორც მოიგენ მაგათ არჩევნები. ეს დათვლა არ შეიძლება, დათვლა უნდა გაკეთდეს. თუ დათვლიან, ესე იგი დასჯიან იმ ხალხს, ვინც დათვლაში მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ ფალსიფიცირებული არჩევნები. საოცრებაა ეს ესენი. როგორ უსმენს ეს ხალხი მიგვრის რა. ეს ხალხის გააბიჭურა რუსთავი 2-მა, მე 2 წელი ვეუბნები, ჩვენ ძალიან შორტ-ტრეკ პრეზიდენტს, რუსთავი 2 დაგუყავს მეთქეონები და ვერავინ დიახ, დათავაზე. ოდე რუსთავი 2 მეთქი დაგუყავს და მართლაც ანტიეროვნული, ანტისახელმწიფო ორგანოა და ვერაფერი ვერ მოუხერხდა ახლა. ძალიან მნიშვნელოვანია ხო თქვენ უფრო რადიკალური ბრძანდებით და ეს ერთ-ერთი გამოსავალია დღეს და მასაც რომ მოუწოდოთ რომ ზოგადად კაცურად მოიქცეს რადიკალურად მივაწვეთ ამას უყოლას ესე არ შეიძლება კაცოს ამათი ბაირამობა წარმოუდგენელია რაიგრა ქვეყანა მარტო რუსთავია იმედიც იმას აკეთებს ზეც იმას აკეთებს და სხვაებიც ო ეს მისი ფავორიტებია რო კითხო მზეც და რუსთავიც ო აი ეს უკეთებენ ფავორიტები საბოლოო ჯამში
თავისი ბატონო ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენ მაგას ცოტა გაახსნევთ და ცოტა მოუწოდებთ რომ მართლა ხმა მოვიღოთ რომ ჩვენ აქ მზათა ვართ ახლა აქ მათთან არ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ესე იგი და მე ერთი რამე მინდა თქვენ გთხოვთ თქვენს მიერ გამოგზავნილი ვარიანტი მე აი აქ ვიდეოს წინ აი ორ გვერდზე როა ცოტა ხო არ გავყრათ შევალდეს ხელისუფლებას პატარა კრიტიკა ხო კი მართალია რომ ეს არ უნდა მოხდეს მაგრამ ბევრი რამე დაიმსახურეს ამათმა თავის არასწორი მოქმედება ახლა ჩემწინ რასაც ავაგერაზე ის დემოკრატიულობაზე ჩვენ დავიცავთ ხელისუფლებას დღესაც ხვალაც კანონია ხელისუფლებას რომ ამით არ ვიარო და იმას და ამას არ იმასწრებია ახლა უბრალოდ მაგას აბსოლუტური მხარდაჭერა შეიძლება ნახავ რა იმას შეიძლება ჩავამატო კარგი დიდი მადლობა და იმედი გვაქვს თქვენ ცოტა უფრო რადიკალიზაციისკენ მოუწოდებთ თქვენ ესა ცოტა იმედიანად იყავით რომ კი ისად გეტყვით რომ არაფერი გამოვა დიახ კარგით კი ბატონო არაფერი გამოვა დიდი მადლობა ფული იქნება დიდი მადლობა ამ იმედისათვის ხომ აგნება ცოტნესთან საუბარი საველაპარაკო გეხლავე ბატონო მადლობა დიახ ბატონო ცოტნე ახლა ბატონო გოგონის საერთოდ შევხედავ და იმას სადაც შეიძლება ჩავამატო და უკვე გამგებული ვიყიდე და ვიძან ახლა გამოვაგზავნეთ თქვენ ხო ხო მაშინ მე თანგოს ვეთყოდი ფაქს ნომერს ბატონო რა ფაქტი გამოვაგზავნეთ აგერ უცხადია ისმენ როგორია ფაქს ნომერს გადაგდეთ ბატონო ისმენ როგორია ფაქს ნომერი რომ იცით რა ფაქტი ჩამოვიდეთ ესე იგი 94 20 46 ხო ესე იგი 888 32 თბილისში იყო საზღვარი 46 ხო ეხლა გოლოდები ხო გუჯა ხო დიდი მადლობა კარგი